მოგესალმებით. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დათო, თქვენ ხართ გაყიდვების მენეჯერები და გინდათ რომ დიდი ბიზნესმენები გახდეთ. და დღეს მთხოვეთ რომ მოდი შევიკრიფოთ და თვითონ შეკითხვას დაგისვამთ. აი მე გისმენთ და მზად ვარ რომ თქვენ შეკითხვებს უპასუხო. დიახ ბატონო გელა, მე ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ისეთი შეკითხვები, რომელიც ბევრ მომავალ ბიზნესმენს, მომავალ გაყიდვების მენეჯერებს აინტერესებთ, იმისათვის რომ გახდნენ უკეთესები. პირველი ასეთი შეკითხვა, ლიდერობის ხელოვნებაზე ერთ-ერთი წიგნი თქვენი ბიბლიოთეკიდან, მაინტერესებს ლიდერობის ხელოვნება როგორ გესმით თქვენ გელა ბარკალაიას. უყურე. და მოდი დავიწყოთ ესე. ესე დავიწყოთ. ლიდერობის ხელოვნება უკვე ბიზნესი უნდა იცოდე. რომ აქედან დაიწყო მუშაობა. უფრო მარტივიდან უნდა დაიწყო და მე გეტყვით აი როგორ. უყურეთ როგორ არის. ცხოვრებაში ერთ რამ უნდა იცოდეთ. თქვენ ხართ ახალგაზრდები. უყურე, ჩემს ნათქვამს ბევრი ზუსტად ისე გებულობს, როგორც არის. ზოგჯერ გამართული ქართულით კაცურად ისე ეუნები რაღაცნაირად არ ესმის. და როცა არ ესმის, გაბრაზდები და ეტყვი. ბიზია, თუ ხარ ლაგვა, შენგან არაფერი არ გამოვა, უნდა იყოს ცეცხლი. ახლა ლაგვა, შენ იცი მეგრული სიტყვა, ხო? და რას ნიშნავს ლაგვა ახსენი? სანტი, ცოტა ნელი. ლაგვა არის, კაცი რო გეტყვის, წყალი მომიტანე იქიდან ერთი ბოთლიო, ნახევარი საათი არ უნდა გელოდებოდეს. წამში უნდა გაჩნდეს აქ. და არასდროს არ უნდა თქვა, დაუშვათ, გავაკეთებ ხვალ. არა, დღეს უნდა გააკეთო. ხვალინდელი გასაკეთებელი დღეს უნდა გააკეთო. ხვალ დაისვენე. ხვალ შეიძლება წვიმა იყოს, ქარი იყოს, უბედურება იყოს, ან ბედნიერება იყოს და მისთვის შე ვერ მოიცალო. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი გასაკეთებელი გააკეთე დღეს, ხვალ დაისვენე, ის თუ შენთვის არის დასვენების დღე. თქვენ ხართ გაყიდვების მენეჯერები. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, გელა ბარკალაიამ დაიწყო ნოლიდან. და აი ამ ადამიანმაც დაიწყო ნოლიდან. ილონ მასკი. აი ამანაც ნოლიდან დაიწყო. მოიწია აქეთ დათო. აი ამ ადამიანმაც ნოლიდან დაიწყო. მაგრამ ამასაც არაფერი არ ქონდა. და მეც არაფერი არ მქონდა. მაგრამ ამან დაიწყო ისეთ ქვეყანაში, სადაც ბიზნესი იყო უკვე განვითარებული. და პირდაპირ ატარობიდან დაიწყო შრომით, დაიწყო და მიაღწია იმას, რასაც მიაღწია. ორჯერ, ხუთჯერ, 10ჯერ მეტი შრომა მაქვს მე ჩადებული საქმეში. მე მილიონერი ვერ გავხდი. და ეს მულტიმილიარდელი გახდა, მულტიმილიარდელი. რატომ? ქვეყანა ესეთი. თავისუფალია ბიზნესისთვის. ქვეყანა, რომელიც ბიზნესისთვის თავისუფალი არ არის, ბიჭებო, ერაზროს წინ ვერ წაიწევი, რთულია. თვითონ ქვეყანა უნდა იყოს დაინტერესებული, თქვენნაირი ახალგაზრდები არსად არ გაუშვას. პირიქით, აქ უნდა იყოთ, მეტი შესაძლებლობები უნდა გქონდეთ განათლების მიღების და პრაქტიკის მიღების. როგორ შეიძლება თქვენნაირი ადამიანს იყენებდეს ჩვენი ზოგი მტერი და ზოგი მოყვარე, ხო? ქვეყანა ვინ უნდა ააშენოს? ქვეყანა უნდა ააშენოს ბიზნესმა. სხვა ვინმე არ ააშენებს. მე გეუნებით. მე და ამ კაცმა ერთად დავიწყეთ. მე ვიხდი ამ სასჯელებს და ეს კაცი ფულს შეულობს და სად შეინახოს არ იცის. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში ერთდროულად მუშაობს დაწერილი და დაუწერელი კანონი. საქართველოში უნდა მუშაობდეს დაწერილი კანონი და მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს ბიზნესმენებს და მეტი უნდა იყოს мотивация სახელმწიფოსგან, რომ ახალგაზრდებმა მეტი იშრომონ. როგორ უნდა იშრომოს, აბა გეტყვით ახალგაზრდებმა, აი როგორ უნდა იშრომოს ახალგაზრდამ.
ბათუმის ცენტრში ვიყავი, მოვიდა და სადმე სამსახური ვერ ვიშევე, რამენაირად დამაწყებია მუშაობაო. გუშინ ჩამოვედი, ხო? თქვენაირი ახალგაზრდაა და კარგი, მოდი მეთქი. უნდა ვასწავლო, უნდა დავშდე, უნდა ვასწავლო. აი თქვი შენ რომ მოხვედი, როგორ იყავი? რომ მოხვედი, რა მითხარი კაცო? შენ რომ მოხვედი, მითხარი რომ მოცეკვავე ვარო. მე გითხარი კაცო, აქ ცეკვა რა თმინდა მე აქ არის? მანქანები უნდა გაყიდო, ხო? ცეკვა ეს რომ იცი ძალიან კარგია და ერთ ორ ადგილზე, სამ ადგილზე რომ ვიყავით, კი, ცეკვე და ეს არის პლუსი, დადებითია, მაგას რაჯობია. მათეს შენ რო ცეკვა ვეზე, ცეკვა რო ესწავლა, იცი რამდენი ფული დამიშდა, იმიტომ რომ ცეკვა არის ქართული. და უნდა იცოდე, კაცმა რაღაცა უნდა იცოდე, ან ცეკვა, ან სიმღერა, ან ფეხბურთი, ან კალათბურთი, რაღაცა სპორტშიც უნდა იყო მაგარი და ცეკვა მით უმეტეს. რაც შეეხება ბიზნესი, ბიზნეს ჭირდება ხელის შეწყობა. საქართველოში არასდროს ბიზნესზე ხელის შეწყობა არ ყოფილა. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე რო ამდენი ხელის შეშლა არ მქონებოდა. თქვენ ხო იცით რეალურად რატომ მიშლიან ხელს, იმიტომ რომ მე ავტომობილი არ გავყიდე. თორე ახლა მე წავიდე საქართველოდან მილიონი წელი არავინ არ მომიკითხავს. ეს არ არის ბიზნესის ხელის შეწყობა. ბიზნეს უნდა ხელის შეწყობა. მითხარით საქართველოში სად ასწავლიან ბიზნესი. აი ახალგაზრდები ხართ, ხო? ყველას უმაღლესი ზოგს დამთავრებული გაქვს, ზოგი სწავლობთ, ხო? მითხარით ერთი ადგილი, სადაც რეალურს ვამბობ მე თორე სადღაც რაღაცეები არის. მე გეტყვით. მათე მოტორში. ო, მათე მოტორში. მე მათე მოტორში მოვედი ბიზნესის სასწავლად. რეალობა ეგეთია. აი უყურე როგორ არის. ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ბიზნესი. ბიზნესზე უკეთესი ცხოვრებაში არაფერი არ არის და უნდა დაიწყო ნოლიდან, თქვენი ასაკიდან. ახლა ჩვენ სულ ერთად ხო არ ვიქნებით? თქვენც რო წახვალთ, ან თქვენ იგეხნებათ უკეთეს გააკეთებთ თქვენ. უკეთეს მიაღწევთ, იმიტომ რომ მე სულ წვალებით უპატრონო კაცი ვიყავი და წვალებით მოვდივარ კოტე დღემდე. თქვენ სახლიც გაქვთ, კარიც გაქვთ, მშობლები ყავთ, პურის ფულზე საფიქრებელი არა გაქვთ. აი შენ რომ მოხვედი, ხო ხედავ როგორ იყავი, ესეთ იყავი, საიწასულიყავი არ იცოდი, იმიტომ რომ შენ მამაშენი სამჯერ მე ფულს გჩუქნის, რასაც მე თვეში გიხდეს. და მე არ უღირს კაცს და მე დაურეკე მამაშენს და უთხარი არ მიცემ მეთქი ფული. ცოდვა არისო, არა, ცოდვა მეთქი. მას ზუსტად იმდენი ფული აქვს, რამდენიც საჭიროა. თუ ფული ჯიბეში გექნება ბლომად, მაშინ ამას გულს ვერ დაუდებ. ამის თაობას. ფული უნდა ქონდეს იმდენი, რომ იშრომო, იწვალო და შენ თვითონ შექმნა და შენ თვითონ უნდა შენი ნაშოვი ფული უნდა ჩაიდო ჯიბეში. ბატონო გელა, კიდევ ერთ წიგნს მივადგები თქვენის ნებართვით. ხშირად ახსენებთ ამ წიგნს, აკოცე ბაყაყს. და კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ მოსახლეობას, მაყურებლებს. აჩვენეთ, რატომ მოიწევს ამ წიგნის შინაარსი აკოცე ბაყაყს. ახლა თქვენ ჩემი ბიბლიოთეკა იცით, ხო? დიახ. და ჩემ ბიბლიოთეკას თქვენ ყველა სარგებლობთ. მე გეუბნებით, აი ეს აუცილებელია. მაგრამ პრაქტიკაც ხო უფრო მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა რას ქვია აკოცე ბაყაყი? უყურე, ამის დამწერმა ეს დაწერა. შენ არ ხარ მწერალი, შენ მწერალი ვერ იქნები. და არც გინდა წიგნის დაწერა. შენ ამ წუთას გინდა ბიზნესმენი გახდე და ფული იშოვო, ხო? რატო უნდა იწვალო? სიტყვაზე ვთქვათ, სხვა საქმე გაქვს, შენი მიდრეკილება სხვა არის. ფული შოვნა, ხო? ადექი შეოჯახ აშნებულო. თელი დღე რომ მიდიხარ, გოგოა თუ ბიჭი, თელი დღე რომ დადიხარ, თელი დღე სურათებს იღებ, თელი დღე სადღაც ცეკვაო, ღერი ხარ, ადექი. თელი დღე ფჭილებს რომ იკეთებ და ტატუებს რომ იკეთებ, შეოჯახ აშნებულო. მე ვეუბნები ყველას, თქვენი თაობის ადამიანებს. ეს წიგნი აიღე, იყიდება ეგერ. მეგობრე, კაცი გეუბნება, აკოცე ბაყაყს. რამდენმა პროცენტმა ახალგაზრდამ იცის ამის სათაურის პასუხი. რას ქვია აკოცე ბაყაყს? შეჭამე ბაყაყია მეორე წიგნი, ხო? აი ყურე როგორ არის.
კოტე როგორ არის ვიზია? შენ რომ ბაყაყი არ შეჭამო და ის დრო არ დადგეს რომ შენ ბაყაყი არ შეჭამო, იმიტომ ამან ჭამა ბაყაყი. ამან ჭამა ბაყაყი, დაუშვა შეცდომა და ეს წიგნი შეცდომიდან დაწერა. რომ შენ არ დაუშვა შეცდომა. გეუბნება მე დაუშვი შეცდომა და ბაყაყი შევჭამე. ბაყაყს ვაკოცე. და შენ არც აკოცო და არც დაუშვა შეცდომა, იმიტომ რომ აგერ წერია და წაიკითხე, ხო? თუ შენ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ და დაელოდები ხვალინდელ დღეს, საქმე არ გამოვა. წამებში უნდა ღებულობდე გადაწყვეტილებას. უყურეთ როგორ არის. ბიზნესი ამ ასაკში უნდა დაიწყოთ და ერთი რამ იცოდეთ, რომ მე ვთქვი, რომ ერთ-ერთ ჩემს სტუდენტებთან ვთქვი, რომ ბიზნესმა არის ის დედა-მამა და ვიღაცამ დაწერა, რა სამბობო კაცო? ბიზნეს შეურცხვეს თავიო? დედა და მამა, ბიჭო, შეოჯახაშნებულო, შენ მასწავლიმე დედა და მამას, ხო? ან მათ სიყვარულს, ან მათ პატივცემას. ეს არსებობს ესეთი გამონათქვამი, რომ ბიზნესში შეცდომა არ უნდა დაუშვა. ბატონო გელა, ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, ჩემთვის საინტერესო წიგნი ბოლოსთვის შემოვიტოვე, ბოლო შეკითხვა. დეილ კარნეგის როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე. დღეს ფსიქოლოგიური მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ბიზნესში და თქვენგან მაინტერესებს ამ წიგნის შინაარსი მოკლე და თქვენ როგორ იყენებთ ამ წიგნს ცხოვრებაში. როგორ მოვიპოვოთ მეგობრები? დიახ. აი ამ ქვეყანაზე მეგობარზე უკეთესი არაფერი არ არის. მეგობარი აუცილებლად უნდა გყავდეთ, მაგრამ მინდა ყველა თქვენმა ტოლმა იცოდეს. თუ გინდა რომ ეს კაცი შენი მეგობარი იყოს, შენი პარტნიორი არასდროს არ გაიჩინო. კიდე ახსნი. შენ თუ ეს იცი რომ შენი ძმა კაცია, შენი მეგობარია და ამის დაკარგვა არ გინდა არასდროს, მაშინ შენ და ეს შენი მეგობარი პარტნიორები არ უნდა იყოს. მე აგიხსნით. დაახლოებით 10, 15, 20,000 საქმე მაქვს გარჩეული ამ პარტნიორების შიგნით. უყურეთ როგორ არის. დღეს საუკეთესო მეგობრები ხართ და ყიდით ელემენტარულად რაღაცას, ხო? როცა პატარა ფული გაგიჩნდებათ, მერე დაიწყება ერთმანეთის გადამოწმება. მერე ამ გადამოწმებით ერთმანეთს შეურაცხყოფა იქნება, მე როგორ გადამამოწმე, მაგრამ ბიზნეს გადამოწმება უყვარს, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება. მე ამით საიდკე მივდივარ. ჩემი თხოვნა არ გინდათ პარტნიორი. თუ დაიწყებ რაღაცა პატარა ბიზნეს, დაიწყე შენი. არასდროს პარტნიორი არ მყოლია და იმიტომაა რომ ხმამაღლა ვლაპარაკობ. მე რომ პარტნიორი მყოლოდა დაღუპული ვიქნებოდი 9 ჯერ. რატომ? ის ყველაფერს ისწავლიდა, ეგერ წინ გახსნიდა ამას, საიდან მომყავს და საიდან მიმყავს ყველაფერი ეცოდინებოდა, დაიწყებოდა საქმის გარჩევები, მერე როგორც ხდება, დაიქირავებდა კილერს, მოაკლებიებდა შენ თავს, თელს მსოფლიოში ესეა. ვინც ჭკვიანია, არავის პარტნიორი არ აყავს. და პარტნიორი არ არის საჭირო. პატარა კონდეს და შენი იყოს. ახლა რა შეეხება როგორ მეგობრები? მეგობარს არასდროს არ დაკარგავ თუ შენი ბიზნესის პარტნიორი არ იქნება. როგორც გახდება ის შენი ბიზნესის პარტნიორი, ჩათვალე რომ 6 თვეს ვერ გატანთ, ეგრევე ერთმანეთს დაკარგავთ. ამიტომ ადამიანი რომელიც ძალიან გიყვარს, ის ბიზნესში არ უნდა შემოიყვანო. ისე იძმაკაცე, აჩუქე, მიეცი, დაეხმარე და ასე შემდეგ. ბიზნესში არის ესე. არის იურისტი კომპანიაში, ხო, თქვათ. როცა ცოტა წინ წაიწევი, იურისტი არის, გამოაცხადოს ვაკანსია, მოიყვანოს, თუ იცის, კარგი, თუ არა და ისწავლოს და დაუდოს ხელშეკრულება. დღეს ხო ხედავთ როგორ არის. დანიშნული დირექტორები იმდენად ვერ ფიქრობენ კომპანიაზე, როგორც მე ვფიქრობ, თქვათ. არასდროს დანიშნული დირექტორი მასე არ იფიქრებს, როგორც მე ვფიქრობ.
მე ხო ხედავ კოტე მე დავნიშნე ახალგაზრდა ბიჭია და დირექტორად და ენასვალო ჩემი თავი კაი დედის და კაი მამიშვილია და 100% როგორც კოტეს ისე თქვენს გენდობით მაგრამ მე დღეს ხო ხედავდი რა უთხარი მოდი აქ დავილაპარაკოთ და ეს ხალიჩა დღეს არ იყო გადაწმენდილი ჩვენ დამლაგებელს ფულს იმიტომ მუხტით რომ აი ეს ყოველდღე გადაწმენდილი უნდა იყოს 5 წუთი უნდა და მე ხო ხედავ მე როცა ვარ სამჯერ ვაწმენდიებ აი ესეა როცა შენია მეტი გული ტკივა როცა დანიშნული დირექტორია საათს უყურებს და ვაკანსია კიდე სადღაც გაგზავნილი რომ უკეთეს სამსახური შოუს ესეა ეს ცხოვრება და რა გინდა როკნა მაგრამ უმეტესწილად ეს ჩვენს ქვეყანაში ჩვენს კოტეს ეგ არ ეხება არა კოტეს არ ეხება იმიტომ რომ ხსული და გული ჩვენთან არის არა კოტეს არ ეხება იმიტომ რომ მე სანამ ვიქნები კოტე იქნება და მე მათესთან ერთად რა მათეს აქ არის მუშაობ და ჩვეულებრივად გააგრძელებენ კოტესნაირი დირექტორი ყველა კომპანიას ყავდეს არასდროს პრობლემა არ იქნებათ ასეთი რამე არ მოხდება ახლა კიდევ არის აქ ერთი კარგი წიგნი ყურე აი ყურე წაიკითხე ბაზრის სტრატეგიული მართვა აი ყურე როგორ არის აი იწყება ახლა რაღაცის ბიზნესი გინდა დაიწყო უნდა აიღოთ ჯერ წიგნი წაკითხული გაქვს აი როგორ უნდა გააკეთო წიგნი წაკითხული გაქვს ამის შემდეგ რაღაცა პრაქტიკა კიდე მიღებული გაქვს და უნდა დაიწყო ახლა შენ იმ შენი ბიზნესის რისი გაკეთება შენ გინდა რაღა მოპოვება თაბა სად რა ღირს ისაკონელი რაც შენ გინდა შემოიტანო და გაყიდო ბაზრის კვლევა აი მაგალითს ვამბობ ერთ მაგალითს და მინდა უთხრა მე ვხედავ ამ სოციალურ ქსელებში რომ ქუთაისელი გოგოები ძალიან მაგრად აქტიურობენ გაყიდვებში აი რაღაცა სუმკები როა რაღაცები როა აი იცით რომ მე ეს როგორ მახარებს ახალგაზრდა გოგოები მიდიან ჩინეთში მოაკ და თავიანთი რაღაც მაღაზია გააკეთეს და დღე და ღამე არეკლამებენ ქუთაისელები უფრო ხედავ მე ქუთაისელები არიან და დღე და ღამე მუშაობენ აი ესე უნდა და მე მამისთვის თქვენ მადლობას გიხდით ახალგაზრდა გოგოები ხართ არავიზე არაფრით ნაკლები არა გაგვდა ხო არა ხართ და ხო ხედავ თქვენი ფული შოვეთ უკვე წესიერა და პატიოსნად აი ესე უნდა შექმენი შენ თვითონ მიუღწეველი არაფერი არ არის კაცო მე თუ მივახციე ამან თუ მიახცია შენ რატო არ უნდა მიახციო მითხარი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ კახა მე რო ამერიკაში მყოფილიყავი სამჯერ ამას გაუსწრებდი ყველაფრით სამჯერ ამ კაცს დათო სამჯერ ამას გავასწრებდი ამერიკას ნაირ ქვეყანაში რომ ცხოვრობდი უბრალოდ ერთი მომენტიც არის დიდი ბიზნესისთვის ბიჭებო საქართველო არის პატარა ბიზნესის კეთება კარგია იქ სადაც არის 100 მილიონი და ზევით მოსახლეობა აქედან გამომდინარე თქვენ აქ მოხვედით არც ერთი ბიზნესმენი არ იყავით თქვენ ნამუშევარით არსად არ იყავით მაგრამ დღეს მე სადაც მივდივარ ვამაყობ თქვენით არ მეშინია თქვენი ყველაფერი ისწავლეთ და თქვენი გაყიდული მანქანების მეპატრონეების სადღაც მხვდებიან და ესე მეუნებიან რა ბიჭები ყავთ ესეთი რომ ძალით გვაყიდია მანქანაო აი ესა ჩვენ მანქანავს ყიდით და მის ირგვლივ კიდე რაღაცებს ხო აი ეს არის ადამიანი უნდა დაარწმუნო შენ თუ არ გაქვს იმის შანსი რომ ადამიანი დაარწმუნო მაშინ ბიზნესში შენ გაგიჭირდება აგერ მზის თქვენი სახელი ვიზია მერაბი აი მერაბის უთხარი მე მერაბი აი როგორც აკეთებენ ბიჭები ზუსტად ისე უნდა გააკეთო სამ თვეში შენ იგივე ცეცხლი უნდა იყო რა გაყიდვები უნდა ისწავლო გადაღება უნდა ისწავლო მონტაჟი უნდა ისწავლო ერთ თვის უკან ერთ ადგილზე ვზივართ ბიზნესმენები და ერთმა თქვა რომ
ერთი რაღაცა ბიზნესი აქვს რა, ერთიო რაღაცას გადაიღებენო, ბიჭო 8 დღე უნდა, 10 დღე უნდა მის მონტაჟსო და შენო რა შვებიო, რამდენი კაცი ყავსო ამ საქმეზეო. მე უთხარი, მე რამდენი მყავს და გეტყვი მეთქი. თავიდან მეთქი დაუძახე ვიღაცას, ვინც ამ საქმეზე ვისაც უნდა ემუშავა. დაუჯექით მეთქი და მითხრა მეთქი რომ მე მინდა 3 მანქანა. 2 მოადგილე, 8 თანამშრომელი და წელიწადში მინიმუმ 300, 400, 500 ლარანდი ადიოდა მისი ხარჯი. და მე უთხარი, ბევრია თქო. თუ გინდა რომ მე რეკლამა გავაკეთო, ესეა საჭირო მითხრა მეთქი. და მითხრა რეალურად ესე იყო. ვიცის შალვა მიცნობს. და მე მეთქი ახლა შენ რა უნდა ისაუბრო, რა იცი მე? ეს შენ უნდა მასწავლო. გაუბრაზდი ერთ დღეს, რომ მე თუ ვასწავლე, 2 უმაღლესი მაქვს დამთავრებული. ეს მიყვარს ეს საქმე. ამ საქმეზე უკეთესი საქმე ჩემთვის არასდროს არ იარსებებს, ხო? მე უთხარი, კარგი ხვალ დაგიძახებ მეთქი და წავიდა. დავიწყეთ იმ დღიდან და ის ფულიც მე შემჭა. და უფრო მყარად ვარ, ხო ხედავ, მეტი ვისწავლე საქმე, ხო? და თქვენს მე მისმენთ და როგორც მე ვაკეთებ, როგორც გასწავლით, ისე აკეთებ და მე უკვე მანქანა მე არ მოყავს აგერ, მე არ რეცხავს აგერ, აყენებ დარბაზში, ყიდით, აფორმებთ, ესაა ბიზნესი, ხო? უკვე თქვენ დამოუკიდებლად ყველაფერს აკეთებთ. მე ერთი კვირაა ბათუმში ვარ. ცენტრს ისა ვაკეთებთ, ხო? ვარემონტებთ. ყველაფერი ისე მიდის ჩვეულებრივად, ხო? რატომ? იმიტომ რომ ისწავლეთ. ადამიანი როცა გეტყვის, რომ აი ეს მაიკა უნდა იყოს დაუთაებული, გარეცხილი უნდა იყოს, სხვანაირად არ შეიძლება. მოწესრიგებული უნდა იყოს. აი ყურე როგორ არის. აი მოიწიე. აი შეხედე აბა ბიჭებს, შეხედე. თმებს შეხედე როგორ აქვს ყველას. აი პროსტო აჩვენე ახალგაზრდებმა მინდა ესენი რომ ნახონ. პირველი მე ამათ რაც ვასწავლე, ჯორჯ ბესტივით მოვიდა ერთი აქ, ჯორჯ ბესტი ბევრს არ უნახია, მაგრამ ერთი ფეხბურთელი იყო, აქამდე ქონდა თმები. მოდაშიაო, კაცო, ეს აფრიკაშია, მოდაში ან ამერიკაში, თორე აქ კი არა მოდაში. მოდაში ისა რა ჯენ გიხდება. ესია რა? აი შეხედე, აი შეხედე. აი ამიტომაა მე რო თქვენთან არს რესტორანში მიჭირს წასვლა, აი უთქვენოდ სადმე წავედი? ხო არსად არ წავსულარ მე უთქვენოდ და მთელი ჩვენი გუნდის ვიმისოთ, მაგრამ თუ არ მომისმენს გავუშვებ. თუ მომისმენს მოიგებს. აქ ბლატნოი, მენეჯერი, გამყიდველი ჩვენ არ გვინდა. ბლატნოები ვარ ჩვენ ყველა. ჩვენ უნდა მივხედოთ საქმეს და საქმე ვაკეთოთ. ბლატაობა არ გვინდა ჩვენ. ჩვენი საქმე არის ბიზნესი, ყურის ფული უნდა იშოვო და სახლში უნდა მიუტანო შენ ცოლშვილს. რაც მთავარია, ცოტა მოიწიე ბიძია, ეს უფრო აინტერესებს ხალხს, მოიწიე. ახლა თითქმის უცოლოებიზი ხართ აქ, 1, 2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, 6 ახალგაზრდა ცოლი არ აყავთ. აი დაუსვათ შეკითხვა კოტეს. კოტეს საათს უყურებს ესე დირექტორია და გარბის სად ოჯახში. უყურეთ. თუ გინდათ რომ მაგარი ბიზნესმენი იყოთ, ოჯახი უნდა შექმნათ და ოჯახს უნდა მიხედოთ. ერთ რამეში დამიჯერეთ. ორშაბათს მოგწონს, მოიყვანს, სამშაბათს არ მოგწონს, ეს არც მათ ოჯახს არ აკადრო, არც შენს ოჯახს არ აკადრო. თორე მთელი ცხოვრების მანძილზე ვერც ბიზნესს გააკეთებ და ვერც ვერაფერს ვერ მიაღწევ არეულ ოჯახზე. უფრო ცუდი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. როცა მოყავს, გაიკითხე კაცო. აი გაიკითხე, გამოიკითხე, ხო? მათეს თხოვე მე მათეს. თხოვე მამა. ჯო ერთი ბიჭი მყავს, ხო და ყველას თქვენს აბა შეეკითხეთ თქვენ მშობლებს. ყველას უნდა კარგი გზალი, ხო? ცუდი გზალი ვის უნდა? და მამა მეთქი მითხარი მეთქი ვინ იქნება და კიო მითხრა და მოიტანა სურათი.
შაშვი იცი თქვენ ხო მეგრელი კაცი ხარ შენ შაშვი სამეგრელოშია ხო შაშვი ვიცი და შაშვი რო დაიჭირო და წყალში რო გადააგდო წყალში და რო იფორთხიალო ცოტა ხანი და რო ამოიყვან როგორი გაბურძგნული იქნება ხო აი ესეთი სურათი იყო და ესო მოდაშიაო მე აღარ დამანახო არც შენი თავი არ დამანახო და არც ეს გოგო არ დამანახო მეთქი კაცო გოგო მოიყვანე შენ მეგრელი კაცი ხარ ერთი ჩვენი კუთხის მეთქი კარგი გოგო მეთქი და ყველა ახლა პატარა იყო რა მაშინ და ახლა მათე ცოლი შეირთო რა ჩემიანების ახლა მე არ ვიცი ჩემიანების ოჯახში შესული იყოს ყველა მასეთი გოგო რატომ ზუსტად ეს ის გოგოა რაც ჩემს ოჯახს მოუხდება კარგი გოგო კარგ ოჯახში გაზრდილი უყურეთ ბიზნესია მაგრამ ოჯახი არის უფრო მნიშვნელოვანი ბიზნესზე უფრო მნიშვნელოვანი არის ოჯახი ოჯახი როცა გაქვს დალაგებული მაშინ მანქანაც კარგია ფულიც კარგია და სიცოცხლეც კარგია თუ ოჯახი არ აქვს დალაგებული დღეს ერთი მოგწონს რაც ქვია კაცო მოგწონს ორ შაბათს ერთი მოგწონს სამ შაბათს მეორე მოგწონს ეგრე სადაა მე 60 წლის ვარ ბიძია და ახლა მითხარით ხვალ საღამომდე ქვეყანაში საუკეთესოს მოვიყვან ძალიან ახალგაზრდას მაგრამ მაგის სინდისი არ მოგცეს ამის უფლებას შენ ვინც შენ გიყვარს მოგწონს ასაკიც უნდა შეედრებოდეს ყველაფერს უნდა გაიკითხო ვინაა და სიყვარულით უნდა მოიყვანო ისე კი არა კაცო კახა მითხრა ჩემ შეყვარებულის მამას ლამბორჯინი ყავსო და მე ვთხარი კახა ქართულ ოჯახს ამ ქვეყანაზე არაფერი არ ჯობია და ხوار გაქვს რამე შეკითხვა კახა კახა შეგეთვალა ზვიადი აგერ ზვიადი შეეკითხეთ დაოჯახებულია რატომ მიყვარს ზვიადი იმიტომ რომ დაოჯახებულია წესიერი კაცია ოჯახი აქვს მე კოტეს რამდენჯერ მithქვია თქვენთან ერთად აი ბავშვი როგორ მოყავს მიყავს ცოლს ურეკავს გადასარევი გოგონა ყავს გადასარევი გოგონა ყველა ჩვენ სუფრაზეა და სუფრას ესრება რატომ ამას ქვია კარგი ჯამთელი ქართული ოჯახი რისთვის შრომობ შენ იზა გიო რისთვის მამა შენი ყველაფერს აკეთებს რომ შენ კარგი ბიჭი იყო ისწავლო ცეკვა ღერი ხარ მაგარი ბიჭი ხარ კარგი ოჯახი უნდა შექმნა და როცა კარგი ოჯახი გექნება მაშინ ბიზნესიც მოსულა თუ კარგი ოჯახი არ გექნება და დაიწყებ ორშაბათს სამშაბათს უკეთესი გამოჩნდება და რა ვქნათ ახლა რამდენ უკეთეს დაინახავ დისკოტეკაზე გიყვარ თქვენ სიარულია რამდენს კაი დაინახავ კაცო ყველა სახში ხوار მოიყვან სახში უნდა მოიყვანო ერთი და კარგი ბიზნესი ესეა და ყველა ახალგაზრდას მინდა ურჩიო რომ ყველა წავიდეს ბიზნესში თუ უნდა ფული შოვნა თუ უნდა გამართულად იცხოვროს და კაცურად იცხოვროს ბიზნესზე უკეთესი არაფერი არ არის ოღონდ სწორად უნდა გააკეთო ეს ბიზნესი აქაც ჩემთან იქნება თუ სხვაგან იქნება სადაც პირველად მიხვედი მე ძმაკაცობ თქვენთან ხო თქვენი ტოლი მე შვილიშვილები მყავს ჩვენ ძმაკაცები ვართ ხო მე ჩემს მანქანას ყველას ხო განდობთ მიდიხართ მოდიხართ გეუნებით შეყვარებულთან მიდიხართ გამოიყვანე რომელი მანქანა გინდა წადით არ წახვედით ხო დადიხართ ხო მიდიხართ მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კარგი გაგებით აბა გისურვებთ წარმატებას ბედნიერად